მოგესალმებით მეგობრებო, იწყება ჩვენი მორიგი შეხვედრა მორიგა ჩემპიონატის, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლიბო გრუპისა და ელიგის გუნდები გაგაცნოთ შემადგენლობებს. ელიგა კარში პირველ ნომრიანი მაისური ლომაური, 7 ნომერი ირაკლი მურუსიძე, 5 ნომერი დაჩი ბერაია, 99 ნომერი შაკო მურუსიძე, 11 ნომერი თორნიკე სხილაძე და 28 ნომერი საბაშალიკაშვილი. რაც შეეხება ლიბო გრუპის შემადგენლობას, 11 ნომერი ნიკა ზაქარიაძე, 4 ნომერი გიორგი ჟვანია, 7 ნომერი გიორგი ბრეგვაძე, 8 ნომერი ნიკა თაზიაშვილი, 98 ნომერი ჯუბა ფრუიძე და კარში პირველ ნომრიანი მაისურით კოსტა მაისურაძე. ამ შეხვედრაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მოგხსენებათ, ეს არის პირველი ჯგუფის შეხვედრა, სადაც ფაქტობრივად არაფერი ჯერ არ არის გარკვეული და პრაქტიკულად ამ ბოლო მეხუთე სათამაშო დღის თამაშები გადაწყვეტს ყველაფერს. დაიწყო თამაში ელიგამ, გადაუგდეს ბურთი მოწინააღმდეგეს პატივისცემის ნიშნად და მაშასე ბურთით არის გიორგი ჟვანია, ლიბო გრუპის 4 ნომერი, შორეული გასროლა, იგერიებს ამ დარტყმის მეკარე, ესე ძალიან მალე ვიხილეთ პირველი დარტყმა თორნიკე სხილაძე ბურთით, სამოთამაშის გარემოცვაში დაიკარგა ბურთი, ბურთით რჩება ლიბო გრუპი. რეგვაძე არაზუსტი აქ საბაშალიკაშვილს მისდის პასი და ძალიან ცუდი დარტყმა საბაშალიკაშვილის 1-1-ზე იყო ფაქტობრივად იგი მეკარესთან შეეძლო პირველ წუთებზე დაეწინაურებინა საკუთარი გუნდი. გაურკვევლად ითამაშეს ლიბო გრუპის მოთამაშეებმა და ამის დაისაჯნენ. ისინი ამის გამო გრძელი გადაცემა ზაქარიაძეზე არ გადის. ჟვანიას გადაცემის შემდეგ ბურთი დაჩი ბერაია. დაჩის გრძელი გადაცემა ზუსტი არის საბაშალიკაშვილზე. შეიმაგრეს ბურთი ელიგას მოთამაშეებმა, ბურთით ირაკლი მურუსიძე დარტყმა კარგი იყო ეს დარტყმა, მაგრამ არაზუსტი. კოსტა მაისურაძე შეიყვანს ბურთს თამაში არ ჩქარობს ლიბო გრუპის მეკარე. დააგდო ბურთი გრძელ გადაცემას ქონდა ჩაფიქრებული გრძელი გადაცემა, არ გადის გიორგი ჟვანია ბურთით მარჯვენა ფლანგიდან კარგით სრულ მოძრაობა, მაგრამ კარგი არის დაცვაში შაკო მურუსიძე ბურთით ირაკლი მურუსიძე მისი ძმა, ძალიან კარგი გადაცემა თორნიკე სხილაძე დარტყმა და მოიგერია ეს დარტყმული კოსტა მაისურაძემ. ძალიან კარგი მომენტები შეიქმნა მატჩის სტარტზევე და ამას ალბათ მოველოდით ვინაიდან კუთხურიდან დარტყმა და ჩბერაიასი კიდევ ერთი დარტყმა. ვაუ, კარგი არის კარში კოსტა მაისურაძე. ხო, ცენტრის ფაქტი ის არის, რომ დღეს ვერ ეხმარება ლიბო გრუპის გუნდს მათი ძირითადი შემადგენლობის მეკარე ნიკა ბაბაკიშვილი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო წინა შეხვედრაში, მაგრამ არ მგონია ეს იგრძნოს დიდად ლიბო გრუპმა, ვინაიდან კოსტა მაისურაძე საკმაოდ გამოცდილია, საკმაოდ კარგი მეკარია, გვახსოვს მისი თამაში წინა ტურნირის მეოთხე ფინალიდან, სადაც ძალიან კარგად იდგა კარში და ახლაც ჯერჯერობით ამართლებს იმედებს. ჯუბა ფრუიძე მოაწვის კუთხურს, რიგით უკვე მეორეს, მარჯვენა ფლანგიდან ჟვანია დარტყმა, რიკოშეტ საბოლოოდ მის თანაგუნდელს ხდება ბურთი და ირაკლი მურუსიძე შემოიტანს ბურთს აუტიდან. დაჩი ბერაია ბურთი თორნიკე სხილაძე მარცხენა ფლანგზე, სრულ მოძრაობა, შემდეგ დაუტოვა ესე ბურთი დაჩი ბერაიას, შაკო მურუსიძე მოხუთ იზავს ლიგას 99 ნომერი, გადაცემა, ბალი გამჭოლი გადაცემა საბაშალიკაშვილზე, მაგრამ საბამ ვერ შეიმაგრა ბურთი და აუტი. ალბათ მაინც იფრთხილებენ გუნდები და საერთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ თამაშის მსვლელობისას, ვინაიდან სასწორზე ჯგუფიდან პლეიოფებს საგზურიდებს აქ გრძელი გადაცემა, რომელიც განკუთვნილი იყო ნიკა ზაქარიაძეზე, არ გადის, მეკარე თამაშობს კარგად, ელიგას მხრიდან კარგი იყო, მოიგერია ბურთი ამ მომენტში ივანო ლომოურმა, ჯუბა ფრუიძე მარჯვენა ფლანგიდან. არაზუსტი გადაცემა, თორნიკე სხილაძე მოიპარა ბურთი, გაითამაშა კედელი საბაშალიკაშვილმა, მაგრამ არაზუსტია, საბაშალიკაშვილი ჩაჭრა ბურთი და ვეღარ მოახერხა ელიგამ კარში დარტყმა, ჯუბა ფრუიძე ბურთით ზაქარიაძე ძალიან კარგი კედელი გაითამაშა, ნახოთ რას იზავს ფრუიძე აქ და ჯარიმა არ ყოფდა როგორც ჩანს თამაშის წესებს. დაჩიბერაია ამ მომენტში. ალბათ გამარჯვებულიც არის მისი ეს მოქმედება, ვინაიდან ძალიან სახიფათო არის ჯუბა ფრუიძე, უმეტეს მაშინ როდესაც ახლა სივრცე აქვს ნიკა ზაქარიაძე ბურთთან ჯერჯერობით მისი მომენტი არ გვინახავს. არა და ის რა თქმა უნდა კაპიტანი არის და ყველაფერს იზავს იმისთვის, რომ თამაშ შეხვედრაში გამარჯვება მოუტანოს თავის გუნდს და სამი ქულა, რომელიც ძალიან ჭირდება ორივე გუნდს პრინციპში. გათამაშა ბურთი ჟვანიასთან, ჟვანიას არაზუსტი გადაცემა, შაკო მურუსიძე ბურთი დარტყმა კარის მიმართულებით და ნიკა თაზიაშვილი იღებება ამ დარტყმის აუტი.
დაახლოებით 5 წუთი მიიწურა პირველი ტაიმის. ჯერჯერობით ფრენ 0-0 ანგარიშ და კუთხურს მოაწვდის ელიგამ. შალიკაშვილი ბურთთან. დაბალი გამჭველი გადაცემა საჯარიმოში არ გადის ბურთით. დარჩა მაინც ლიბო გრუპი, მაგრამ მალევე დაებრუნა ბურთი ელიგამ თონიკე სხილაძე პასი დარტყმა და კიდევ ერთი ბურთი აუღო საბაშალიკაშვილს. კოსტა მაისურაძემ გრძელდება ელიგას შეტევა, თონიკე სხილაძე დაკარგა ბურთი ამ მომენტში და გიორგი ჟვანია ბურთით. და როგორც ჩანს აქ ჯარიმა შეტევაში დაარღვია თამაშის წესები ნიკა ზაქარიაძემ. თონიკე სხილაძეს წინააღმდეგ სწორედ ამ მომენტს აპროტესტებს იგი. ის მიაჩნია, რომ ეს არ იყო თამაშის წესების დარღვევა და შეეჯახნენ თამაშები უბრალოდ ერთმანეთს. თუმცა ჯარიმას გაათამაშებს მაინც ელიგა. კითხვის კედლის აღმართვას თონიკე სხილაძე ნახევარს მოიფიქრებს ელიგას 11 ნომერი. გაიწევა მომენტი. მის სასტოენი დაუგორა ბურთი და ჩიბერაიას დარტყმა არ გამოდის. საბოლოოდ ბურთმა თონიკე სხილაძეს მისდის, შეუძლია დარტყმა სრულმოძრაობა და აგვიანო შეეძლო თავიდანვე დარტყმა გიორგი ბრეგვაძე ბურთით აქ, მაგრამ კარგი არის საზღვაზე შემდეგ და ჩიბერაია გადააგდო ბურთი მოინის ფარგლებს გარეთ ჩაშალა ლიბო გრუპის სწრაფი კონტროლში ზაქარიაძე ბურთით. ცუდი გათამაშება აუტის და როგორც ჯარიმა საბაშალიკაშვილი არ ყავს თამაშის წესებს. ზაქარიაძე ბურთთან. დატყვა პოზიცია ნიკა ზაქარიაძემ ჟვანია ბურთთან. ასი ბრეგვაძეზე სრულმოძრაობა, შემდეგ აღარ გაათამაშა ბურთი ბრეგვაძემ, თუმცა პოზიცია მაინც ლიბო გრუპს აქვს. ზაქარიაძეზე გადაცემა დარტყმა და ცდება ბურთი კარს, აი პირველად ჩაერთვა აქტიურად. გაზაქარიაძე გონდა შეხვედრაში გრძელი გადაცემა ელიგის შეეძლო ირაკლი მურუსიძის ამ მომენტში ბურთის მიღებაც და მუშაობაც ჰქონდა მას სივრცეც, თუმცა ტექნიკურად სადა ერთ შეხებით კარისკენ დარტყმა არ გამოვიდა. შეიმაგრა ბურთი კოსტა მაისურაძემ ჟვანია ბურთით. შეიმაგრა მაინც ბურთი, მაგრამ კარგი არის შაკო მურუსიძე ძალიან დაცვაში. სხილაძე, შალიკაშვილი, მურუსიძე შეუძლია დარტყმა. ძალიან სუსტი იყო ეს დარტყმული ბრეგვაძე, ფრუიძე შემდეგ ბურთით მოდის ლიბო გრუპის შეტევაში, მაგრამ ვერ გაითამაშეს ბურთი. დაიკარგა და აუტიდან შემოიტანს ბურთს თამაში ელიგა და ჩიბერაია. შაკო მურუსიძე ძალიან ცუდი გათამაშა, მაგრამ აქ ხელზე ხვდება ბურთი კი ბატონო ჭუბა ფრუიძეს ბურთის მიღების დროს ხელზე მოხვდა ბურთი და სტანდარტს გაათამაშებს ელიგა საკუთარ ნახევარში. ჩიკერია თონიკე სხილაძე გაიცემა, მოძრაობა თონიკე სხილაძის კარგი გათამაშება. ძალიან კარგია და საბაშალიკაშვილის დარტყმა გადაარჩინა მომენტში ერთ მომცველმა ლიბო გრუპის მხრიდან. საკუთარი კარი ძალიან კარგად გაითამაშეს ეს კედელი ელიგას მოთამაშეებმა კუთხური. მალ გადაცემა დარტყმა არასუსტია ეს დარტყმული. და ჩიბერაია უტყავდა კარის მმართველებს, თუმცა საკმაო მანძილითაც და ბურთი კარს. მაისურაძე ბურთით. დაუდო იქა. ბურთი და გძელს ხდება, ბურთი გძელი გადაცემა ბრეგვაძეზე, რომელიც ვერ მიწვდა ბურთს, მაგრამ კარის მმართველები მიდიოდა ბურთი და ძელმა იხსნა ელიგას კარი, კიდევ ერთი დარტყმა ზაქარიაძის არაზუსტია. გადარჩა გოლს ელიგა. და ჩიბერაია ბურთი. გადაცემა შალიკაშვილი დაუხდა ამ ბურთს. არაზუსტი გადაცემა შემდეგ მურუსიძეზე და თურმიასრებს ბურთს. ზაქარიაძე ვერ ასწრებს. საბოლოოდ აუტით. აუტა შემოიტანს ბურთს თამაში კვლავ ელიგა. ირაკლი მურუსიძე ბურთით. საკუთარ ნახევარზე გადაცემა შალიკაშვილზე არასუსტია ეს გადაცემა. ბრეგვაძე ბურთით გადაცემა ზაქარიაძეზე დარტყმა იგერიასთან დარტყმულს. ანოლომოური გრძელდება შეტევა თაზიაშვილი ბურთით და ეს არ არის როგორც ჩანს ჯარიმა ხდებია ირაკლი მურუსიძე თაზიაშვილს. აუტი. მოსკოვში დაახლოებით 10 წუთი
პირველი ტაიმის ძირითადად სამოიწურა, ანგარიში კლავ 0-0-ია, ძალიან ცუდად თამაშობს აკირაკი მოსწონებენ, შეიმაგრა ბურთი საბოლოოდ ხატაავდო აუძე. თავხერხულად მიიღო და არ გარისკა მაინც აკირაკი ხატაავდო. ერთი აუძე. ეგვაძე ბურთით დარტყმა იღობება ამ დარტყმის შაკო მურუსიძე. საბოლოოდ ბურთი აუძე. ლიბო გრუპის ნახევარზე გრძელი გადაცემა, არასდროს ზაქარიაძე ვერ მიიღებს ამ ბურთს. ტარიდან მოუწევს დის თამაში შეყვანა ვანოლომოუს. მურუსიძე ბურთი. დაცემა პირველი არის შვანია, წამოიღო ბურთი დარტყმა, არასდროს არ დარტყმი. კარგად მოქმედებდა ლიბო გრუპის 4 ნომერი ამ მომენტში. ვანოლომოური კლავ ბურთით. თავხერხულად შემოიტანეს ბურთი თამაში, დაჩბერაიამ შემდეგ მოგერების შემდეგ მოარტყა ერთი მოწინააღმდეგეს და აუტი, თუმცა მაინც არც ისე სახარბიელო პოზიცია აქვს ახლა ლიგას, მაღლა არიან აწეული ლიბო გრუპის მოთამაშეები, კიდევ ერთი აუტი. შაკო მურუსიძეს ამბობ შემდეგ ბურთი, აქ ბურთს თუ მიასწრებს თორნიკეს ხილაძე ვერა. ძლიერი იყო ეს გადაცემა და აუტს მოაწვის კვლავ ელიგა. იცრავ ლიბო გრუპი. ჩაჭრა ეს გადაცემა თორნიკეს ხილაძემ კიდევ ერთი აუტი. პრეგვაძე მონიცანში ზაქარიაძე მარჯვენა ფლანგზე ნახოთ რას მოიფიქრებს ლიბო გრუპის 11 ნომერი დარტყმა იღებება ამ თბილისში ბერაია და კუთხური. ცოტა შენელდა თამაშის ტემპი. მოისუნთქონ მოთამაშეებმა. ძელი გადაცემა, არკავის გადაცემა, შაკო მურუსიძე გამოაქვს საჯარიმო და ზაქარიაძე დარტყმა კვლავ არატარებს ამ დარტყმის ზაჩი ბერაია. ავნანა მოაწოდოს ბურთი. ლიბო გრუპმა. ძმა ფრუიძე ბურთით დარტყმა კარის მართულებით კვლავ დაჩი ბერაია. եղბობა ამ დარტყმის კარგი არის დაჩი ბერაია დაცვაში. შვანიაკ ვერ არტყავს ზაქარიაძე გადაცემის შემდეგ, მაგრამ შეიმაგრა ბურთი მაინც ზაქარიაძემ და ბოლოს დაამშვიდა თამაში გადაცემა მაისურაძეზე. ფაქტობრივად ახლა ეწყავს შეტევას საბაშალიკაშვილი მოიპარა ბურთი დარტყმა და არაზუსტია კვლავ ეს დარტყმული ძალიან ცუდად იმოქმედა ამ მომენტში გიორგი ბრეგვაძემ. წამოიპარა უკნა საბაშალიკაშვილი, მაგრამ ვერ მოახერხა ამ უკანასკნელმა ბურთის კარისკენ გაგზავნა. მაისურაძე გრძელი გადაცემა, ვერ მიიღებს ამ ბურთს. გიორგი ბრეგვაძე ნოლონოური გავარდა ბურთი ხელმა, მაგრამ მაინც ბურთის დამორჩილება შაკო მურუსიძე გრძელი გადაცემა. თუმცა გავიდა როგორც ჩანს ბურთი მან ფარგლებს გარეთ, რაც ჩაჭრა ეს გადაცემა. მაშინ მეგრად ჩაჭრა ეს გადაცემა გიორგი ჟვანიამ აუტით. აუტენ მოაწვის ბურთს ელიგა. თორნიკეს ხილაძე ბონის ცენტრში. ზაქარიაძე თამაშობდა მას კარგად. მართლმევაზე ჟვანია წამოიღო ბურთი ჟვანიამ მარტო არის მონის ცენტრში დარტყმა კარის მართულებით და მოიგერია ეს დარტყმული ვანოლომოურმა. ძალიან დიდი სივრცე მისცეს მოწინააღმდეგეებმა გიორგი ჟვანიას. ისარგებლა ამით ამ უკანასკნელმა დარტყმა კარის მართულებით მოსინჯა ძალები და აიღო საბოლოოდ ეს დარტყმული ვანოლომოურმა. ისე ჟვანია ბურთით კიდევ ერთი დარტყმა კარგი არის უკვე დაცვაში საბაშალიკაშვილი. დაახლოებით 7 წუთი რჩება. პირველი ტაიმი ძირითადად დროის 60 წურვამდე. ანგარიში 0-0 კუთხიდან მოაწვის. და ზაქარიაძე გათამაშება, მიუხვდა ჩემს იმურსუძე საბოლოოდ. აუძე გადის ბურთი, აუტენ მაინც მოაწვის ლიბო გრუპი. კიდევ ერთი ასლა და კიდევ ერთი აუტი. ზაქარიაძე გადაცემა თაზიაშვილზე, ჟვანია, ზაქარიაძე მოიპარა ბურთი საბაშალიკაშვილმა და როგორც ჩანს ჯარიმა იყო ამ მომენტში. ძალიან დიდი სივრცე ჰქონდა საბაშალიკაშვილს.
ცვლილება ხორციელდება ელიკას შემადგენლობაში საბაშ ალიკაშვილი გამოვიდნენ რაისონებს და მის ნაცვლად ითამაშებს თორნიკე გლუჯიძე. ნახოთ როგორ ჩაერთვება იქ თამაში. გაითამაშეს ჯარიმიდან ბურთი. ლიბო გრუპის მოთამაშეებმა გადაცემა დაჩბერა ერჭლის ამ გადაცემას და აუტი. საკარიაძე მოაწვის ბურთს აუტიდან. გადაცემა ჟვანიაზე ჩაწოდება. საკომისო ჩაჭრას გადაცემა და ირაკლი მურუსიძე ბურთით აქვს მას სივრცე. გადაცემას ხილაძე მიიღო მაინც ბურთი. პასი დარტყმა კარის მიმართულებით ძალიან რეალური შანსი ჰქონდა ეხლა ელიგას და აუღო კიდევ ერთი ბურთი. ელიგის მოთამაშეებს კოსტა მაისურაძემ ირაკლი მურუსიძე უტყავდა კარის მიმართულებით. სტრაფი კონტრიაში გამოუვიდა ელიგას მოთამაშეებს. შაკო მურუსიძე დარტყმა არაზუსტია ეს დარტყმით. ლამაზი ნავტონი გააკეთა არა და კოსტა მაისურაძე მაზერ საფოთ კატას ეძახიან სწორედ გაგზელი გადაცემა და ხმა ძალიან სუსტი იყო ეს თქმა მას კი ბატონო კატას ეძახიან ზემოთ საფოთ ვინაიდან სწორედ მისი ნახტონი აი ეს მიტრაობებს გავს ნამდვილად გადასავით იწელება ჰაერში სადან მინდა ძალიან კარგი მოგარი არის სწორედ კოსტა მაისურაძე თან კესხილაძე შემოვიტანა ბურთი აუტიდან და ჩბერეს გზელი გადაცემა კოსტა მაისურაძე იჭერს ამ ბურთს, შემდეგ გზელი გადაცემა, ზაქარიაძე ვერ დაუგდა ბურთი თავის თანაგუნდელს. პოზიციურ შეტევაზეა ელიკა. ირაკლი მურუსიძე გაითამაშა სამკუთხედი. შაკო მურუსიძე, თორნიკე გლუჯიძე მიიღო ბურთი, ნახოთ რა გაგზავნოს მონახავს თორნიკე გლუჯიძე. ასე ირაკლი მურუსიძეზე კერკერი არ გამოდის ის გათამაშება, საბოლოოდ შეტევაში მოდის ლიბო გრუპი, მაგრამ სწორედ ბურთი ელიგამ, თორნიკე გლუჯიძე გადაცემა მურუსიძეზე დარტყმა კიდევ ერთხელ აჯობა ამ მომენტში კოსტა მაისურაძემ ირაკლი მურუსიძეს. ჩაერთვა აქტიურად თამაში თორნიკე გლუჯიძე. შაკო მურუსიძე გზელი გადაცემა მაღალიავად მიიღებს ამ ბურთს ირაკლი მურუსიძე. კოსტა მაისურაძე დაუგდო ბურთი გიორგი შვანიას. შვანია უბრუნებდა უკან ბურთს, მაგრამ ჩაჭრას გადაცემა ირაკლი მურუსიძემ საბოლოოდ აუტი და შემოიტანა ბურთი ლიბო გრუპმა კოსტა მაისურაძე გზელი გადაცემა. რავინ არ არის ვინც ბურთს მიიღებს საბოლოოდ ბურთი რჩება ელიგას. აჩებერაია ბურთს. გადაცემა თორნიკე გლუჯიძე. წამოიღო ბურთი ცენტრისკენ, გადაცემა არ გადის. არასუსტია, მაგრამ ბურთით არის კვლავ ელიგა. შაკო მურუსიძე. კესხილაძე ვერ თამაშობს ბურთზე, ჩაჭრა ბურთით. ჩუბა ფრუიძე, მაგრამ როგორც ჩანს დატოვა ამ ჩაჭრის შემდეგ მოანის ფარგლები ბურთმა აუტი. სხილაძე შემოიტანს თამაში აუტიდან. შეშეცვა ხორციელდება ლიბო გრუპის შემადგენლობაში. ნიკა თაზიაშვილი გამოვიდნენ და შეცვლის მას გოგა თაზიაშვილი. ანოლომოური მოიგერია ბურთი საჯარიმოდან. უზერავნა თორნიკე გლუჯიძე ჩაჭრა ბურთი გლუჯიძემ გადაცემა შემდეგ არაზუსტია. ძალიან გაცემ გააკეთა მომიშტან გლუჯიძე, მაგრამ ეხმარება მოცვაში ძალიან კარგი იყო ჩაჭრა. ეს გადაცემა თორნიკე გლუჯიძემ არ მისცა კონტრაში წამოთის საშუალება. გას ძელი გადაცემა ირაკლი მურუსიძეზე გავიდა, შეიმოყვა ბურთი ირაკლი მურუსიძემ. ჩაწოდება არ გადის თმაკარიდან. ჟვანია ფრუიძე ბურთით. მარჯვენა ფლანგზე გაექცა პირველ სულ ბურთი ჟვანიას. ფრუიძეს უკაცრავ. სხილაძე ჩქარა გადაცემის გაკეთება არ გადის გადაცემა გლუჯიძეზე, მაგრამ შემდეგ ვერ შემაგრა ბურთი ზაქარიაძემ და აუტი. აუტი რომელსაც მოაწვის ელიგა. შაკო მურუსიძე. ძელი გადაცემა არ გადის ჟვანიან ჩაჭრა ეს გადაცემა თაზიაშვილი ბურთით ფრუიძე მონის ცენტრში ბეგვაძე ძალიან კარგი კედელი გაითამაშა დარტყმა და მოიგერია. ეს ბურთი ანოლომოურმა მიმართულება შეუცვალა და კარგა ძალა. დარტყმა მაშინ რაც ბურთი შეეხო შაკო მურუსიძე, თორნიკე სხილაძე, თორნიკე გლუჯიძე მონის ცენტრში ჩარიმდებიან მასზე. გარლა თამაშის წესები თაზიაშვილმა
ბურთი რჩება შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე. აუგურა ბურთი ბერაიას დარტყმული თორნიკეს ხილაძე ვერ შემაგრა ბურთი მოიგერა ბურთი საბოლოოდ ლიბო გრუპმა და კარიდან დარტყმა ელიკა ფლობს პოზიციას. ანოლომოური დააგდო ბურთი გადაკიდა გრძელი გადაცემა თუ მიიღებს ამ ბურთს ხილაძე ვერ თამაშობს ხილაძე ბურთს. დარტყმა არასდროს არ ეს დარტყმული და სავარაუდოდ 0-0 დასრულდება შეხვედრის პირველი ტაიმი და ნახოთ რა მოხდება მეორე ტაიმში. კვლავ გადაკიდა ბურთი ანოლომოურმა ჯუბაფროიძე თამაშობს ბურთზე მოიგერა თავით გრუპზე შემდეგ მეორე სართულზე ისიც თავით იგერიებს უცა დარჩა ბურთი ელიგას მერესოძე ბურთით დაცემას ხილაძეზე მოძრაობა შეუძლია დარტყმა და გასრულდა პირველი ტაიმი არაცალა კუთხურის ჩაწოდება როგორც ჩანს თავად მაარპიბნა ელიგას და 0-0 შევისვანა დაახლოებით 5 წუთი და დაგვიდით მეორე ტაიმის დროებით. მაშ ასე გიბრუნდებით მეორე ტაიმით შეხვედრიდან რომელიც იმართება ლიგასა და ლიბო გრუპის გუნდებს შორის. შეგახსენებთ პირველი ტაიმის შემდეგ აგარში არის 0-0 დაიწყებს მეორე ტაიმის ლიბო გრუპი და დაუბრუნებენ გოლს როგორც ეს მოწინააღმდეგეს როგორც ეს გააკეთეს ელიგის მოთამაშეებმა პირველ ტაიმში. ჰქონდათ პირველ ტაიმში ორივე გუნდს მომენტები საკმაოდ რეალური საკმაოდ საფრთხეთა მაგრამ აგარში ჯერჯერობით არ შეცვლილა პირველ ტაიმში. ნახოთ რა მოქმედებენ გუნდები მეორე ტაიმში. აქ გრძელი გადაცემა დაიწყო თამაში ელიგამ და ჩბერა შემდეგ ბურთი ვერ შეემაგრა თორნიკე გლუცემა და დაარღვია მალევე თამაშის წესებმა შემდეგ რაც ბურთი დაკარგა. ჯარიმიდან გაითამაშებენ ბურთს ლიბო გრუპის მოთამაშეები. აზიაშვილი გრძელი გადაცემა არ გადის მონომორი გერიების ბურთს შემდეგ საკამურისზე სამოებს ბურთი მეტოქის ნახევარზე შემდეგ ირაკლი მურუსიძე ვერ თამაშობს ბურთზე ხეირიანად და ბურთი დარჩა ლიბო გრუპი, მაგრამ ლიბო გრუპაც მალევე დაკარგა გრძელი გადაცემის შემდეგ. ჩიბერაია ბურთით აუტიდან. შეიყვანა ბურთი თამაში, ჯუბაფროიძე ვერ ჩაჭრა ბურთი ხეირიანად და აუტი. შაკომირუსის და ჩიბერაია გრძელი გადაცემა და ბელი არ დადის. მაისურაძე აბლება ბურთს. ძელი გადაცემა შაკომირუსიძე თამაშობს მეორე სართულზე იგერებს ბურთს ჯუბაფროიძე. აუტიდან გადააყარა ბურთი ზაქარიაძეს. ძელი გადაცემა არ გადის. აუტი. მოსაც მოხდეს ელიგა თორემ უზეური მოთამაშის გარემოცვაში. არ გათამაშობს ბურთზე ძალიან კარგი გაერკვა სიტუაციაში გადაცემა არაზუსტიას გაცემა. ძლიერი იყო. ვერ ითამაშა ბურთზე თორნიკეს ხილაძემ. ზაქარიაძე დარჩა მაინც ბურთით ზაქარიაძე. ეგვაძე ძალიან კარგი არის დაცვაში ელიგა. შემდეგ ირაკლი მურუსიძე ბურთით გადაცემა არ გადის ხილაძეზე და ბურთით რჩა მაინც ლიბო გრუპი ჟვანია ბურთით. ვერ არის ჯარიმა როგორც ჩანს. გაჩერდნენ მოთამაშეები. არ იყო თამაშის წესების დარღვევა ბურთით მაინც დარჩა ლიბო გრუპი. აზიაშვილი დარტყმა ეხმობა ამ დარტყმის ბურთზე. აუტი. მაისურაძის დარტყმა ლიბო გრუპის მეკარმაც მოსინჯა ძალები, მაგრამ არაზუსტია საკმაოდ ეს დარტყმული ანოლომოური ბურთით. ჩიბერაია გრძელი გადაცემა ნახოთ აქ ვინ იქნება. ვერ თამაშა ბურთზე თორნიკეს ხილაძე, შემდეგ ფროიძეს წამოეპარაკვდნენ და როგორც ჩანს ბურთით რჩება ელიგა. კარგად ითამაშა. ართმევაზე ამ მომენტში თორნიკეს ხილაძე. მურუსიძე ბურთით არაზუსტი გადაცემა. შეიმაგრა ბურთი მაინც ლიბო გრუპმა და დაარქვა თამაშის წესები. თორნიკე გრუპზემ ზაქარიაძის წინააღმდეგ გაათამაშა მალევე სტანდარტი ლიბო გრუპმა, მაგრამ არ გადის ეს დარტყმული თორნიკე გრუპზე დარტყმულს. ამის ავტორიც იყო გიორგი ჟვანია. თანზიაშვილი ბურთით ძალიან ცუდი მოქმედება გონის ცენტრში. თორნიკეს ხილაძეს აქვს ბურთი, შეუძლია დარტყმა და გადაცემა.
დაერტყა თონიკეს ხილაძეს, აღარ იყო საჭირო ამ გადაცემის გაკეთება. დაებრუნა მალევე ბურთი ელიგა, მაგრამ საბოლოოდ ვაუ იბაგრებს მისდის ბურთი აუტიდან მოაწყვენ გოლს გაათამაშეს ბურთი აუტიდან ჟვანია გადაცემა და შესაძლოა დააღადა ჩიბერაიამ როგორც ჩანს ოთელ ბარაცა ჩვენებს შეგვიძლია მთავარი არბიტრი ჩიბერაიას საინტერესო იყო თუ არა თამაშის წესების დახვევა საერთოდ არ ჩანს რომ უხეშად ითამაშა ამ მომენტში და ჩიბერაიამ პირველი ბურთზე სწორედ ის იყო და სულება საბაშალიკაშვილი გუნდება მოედანზე თავმჯდომარე გუნდზე გავამოედნიდან ზემოდაზე შემოდის ბურთის ვანომერი Физикс. ჟვანია ბუ. ზაგარაძეანსი ჟვანიას დაუგდო ბურთი, ჟვანიას მოძრაობა აგი იყო და შპერედაცა, თუმცა შემდეგ საბაშალიკაშვილი არაკეთებს ის გადაცემას, კვლავ ჟვანია არის ბურთი წამოიღო ბურთი საფრთხარ ნახევრიდან, შეუძლია დაარტყმა. აუზა მოძრაობაზე წავიდა, გამოდის მოძრაობა და საკუთარ კარგ ბურთს მოუგრუპა. აუტ. სხილაძე ბურთი. ელიგა საკუთარ ნახევარზე ბურთს. წელი გადაცემა მაისურიძე პირველი არის. ბურთზე. შემაგრა ბურთს საჭარიმოში. წელი გადაცემა ჩბერაია არ ეტარებს ამ გადაცემას ზაქარიაძეს. აუტი. ზაქარიაძე გაათამაშა ბურთი შვანიაზე დარტყმა, საკმაოდ არაზუსტი არის ეს წარსული. ხო პირველ ტაიმი უფრო აქტიურად დაიწყო, მაღალი ტემპი იყო პირველ ტაიმის საწყის წუთებში. მეორე ტაიმი შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს. ძალიან კარგი გადაცემა აქვს, მაგრამ ბურთი შალიკაშვილმა შემდეგ მურუსიძე შალიკაშვილი თამაშობს ბურთზე და კარგი არის ახაც დაზღვევაზე. ლიბო გრუპის მეკარე. ეს კუთხურნა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს დარტყმა კარიდა. ზაქარიაძე ბურთით მარცხენა ფლანგიდან იწყებს საკუთარ გუნდის შეტევას. დაუგდო ბურთი ჟვანიას, ჟვანია გრძელი გადაცემა. კვლავ კარგი არის დაცვაში და ჩიბერაია. რეგვაძე ბურთი. გადაცემა ფრუიძეზე კარგად გაითამაშეს კედელი, შემდეგ აღარ გადაცეს გადაცემა რეგვაძის მხრიდან სხილაძე ბურთი მოინიცემს. დაუგდო ბურთი ბერაიას, ბერაია გრძელი გადაცემა. ირაყი მურუსიძე დარტყმა და უღო ამ მომენტში აჯობა კვლავ კოსტა მაისურაძემ დაახლოებით ისე ცდილობდა დარტყმას როგორც დაარტყმა წინა შეხვედრაში შეიცვალა, მაგრამ იმ შემთხვევაში სწორედ ასეთი გოლი გაიტანა. თოთეს ხალხი ძალიან კარგი წრომოძრაობები 1-2-3 მოატყვა დარტყმა და შემდეგ კარგად თამაშობს დაცვაში ლიბო გრუპი. ძალიან ლამაზი მომენტი შექმნა თონიკეს ხილაძემ და კარგი იქნებოდა გოლით დაეგვირგვინებინა ეს მომენტი. შალიკაშვილი შემოიტანა ბურთი. დარტყმა და კუთხური უნდა იყოს ამ მომენტში შეეხო როგორც ჩანს კოსტა მაისურაძე ბურთს. და ჩიბერაიას დარტყმის შემდეგ. ერთი გათამაშება სხილაძე დარტყმა არაზუსტია ეს დარტყმული და კუთხური. არა, კუთხური არის როგორც ჩანს არ მოხდრია. მაისურაძეს თავისუფალი დარტყმა როგორც ჩანს არასდროს შეიყვანა ბურთი თამაში კოსტა მაისურაძემ. დარტყმა, მაგრამ სტანდარტიდან დარტყმის შემდეგ გოლი არ ითვლება როგორც წესი. საფუძვლად დაარყვა კარში ირაკლი მურუსიძემ. ჩაკო მურუსიძე ბურთით და ჩბერაია გადაცემა ვერ მიიღებს ამ ბურთს. საბაშალიკაშვილი ჟვანია ბურთით კარგად თამაშობს დაცვაში ირაკლი მურუსიძე ვარდნან შეართვა ბურთი.
Libo Group-ის ერთ-ერთი მოთამაშის ძელი გადაცემა, კარგად წაიკითხა ეს მომენტი შაკომურისძემ და არ მისცა ჯუბა ფრუიძეს ბურთზე თამაშის საშუალება, თუმცა კუთხური. ძელი გადაცემა ზაქარიაძე ბურთით დარტყმა, კვლავ კარგი არის დაცვაში და ჩიბერაია. არ ატარებს ზარყმის უმრავლესობას და ჩიბერაია. ძალიან კარგად გასწირი დაცვაში. შვანია ბურთით დარტყმა, ამჯერად უკვე საბაშალიკაშვილი ეხუბება ბურთს და აუტი. ფრუიძე შეიყვანა ბურთს თამაში, მაის სურაძე აზიაშვილი ბურთით. ზაქარიაძე მარტო არის მომენტი ცენტრში დარტყმა და მოიგერიას დარტყმული. ნოლომოურმა. ფრუიძე შეიყვას ბურთს თამაში აუტიდან. როგორა ბურთით აზიაშვილის გადაცემა. შვანია უნდა იყოს საბურთზე, კი ბატონო, თამაშობს იგი საკუთარ ნახევარზე ბურთით. აზიაშვილი. პრეკვაძე. ძელი გადაცემა. ვერ შეძლო თავით თამაში ბურთზე. ზაქარიაძე მარდა რა კარგი მომენტი ქონდა, ძალიან ახლოს იყო იგი კართან. მცირედაც რო შეეცვალა ტრაექტორია ბურთისთვის, შეაძლოა კაშ წასულიყო აქ დაკარგა მალევე ბურთი ელიგამ. შვანია შემდეგ კარგი არის პრესინგზე ირაკლი მურუსიძე. თუმცა აუტით მაინც რჩება ლიბო გრუპი. და მაისურაძე ბურთით. აზიაშვილი. არასუსტი გადაცემა, სხილაძე ძალიან კარგი არის. სამიერძე არიან შეტევაში დარტყმა. საბაშალიკაშვილის დარტყმის შემდეგ გარედან ხდება არის ჩარჩოს ბურთი, სტრაფი კონტრაში თუ გამოუვაქ ლიბო გრუპს, ასე არასდროა, თუმცა იქამდე იყო თამაშის წესების დარღვევა, ირაკლი მურუსიძე არ ყოფილა თამაშის წესებს აზიაშვილის წინააღმდეგ და სტანდარტი. ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა ელიგას ქამდე შეეძლო პასის გაკეთებაც საბაშალიკაშვილს, მაგრამ დარტყმა გადაწყვიტა და არასუსტი იყო ეს დარტყმული. ანგარიში კვლავ უწყვია 0-0 დაახლოებით 10 წუთი ამოიწურა შეხვედრის მეორე ტაიმის. ზაქარიაძე ბურთთან. ორკაციანი კედელი აღმართა ელიგამ. ნახოთ რა ისწავს ზაქარიაძე, გადაცემა პრეკვაძეზე, შემდეგ ვერ გაითამაშეს ბურთი ხეირიანად. ლიბო გრუპის მოთამაშეებმა, მაგრამ გამოიტანეს ბურთი ელიგის მოთამაშეებმა და ლიბო გრუპი არის ბურთით ვრცელი გადაცემა, არასუსტი არის მაისურაძის ეს გადაცემა. და ჩიბერაია ბურთით აუტიდან. მეყონა ბურთი თამაში ბერაია, მურუსიძე, შაკო მურუსიძეს დაუგდო ბურთი ირაკლი მურუსიძემ, შემდეგ ვრცელი გადაცემა არ გადის საბაშალიკაშვილზე ბურთით არის ლიბო გრუპი. აიჭრა მაისურაძის გადაცემა, შემდეგ აუტით რჩება კვლავ ლიბო გრუპი. ეს ანგარიში უფრო ელიგის წისქვილზე ასხავს წყალს, ვინაიდან ისინი შეინარჩუნებენ მეორე ადგილს, დარტყმა აქ არ გადის. შვანიას ეს დარტყმული, შემდეგ მაღალი ბურთი გადააგდო მაისურაძემ და გადის მოედის ფარგლებს გარეთ ბურთი. გარედან დაიწყებს თამაშს ელიგა. ნოლომოური შეყვანა ბურთს თამაში, ჟვანია კარგი არის ცაში. გადააგდო აუწე ბურთი შვანიამ და შაკო მურუსიძე უკაცრავად საბაშალიკაშვილი გაითამაშა ბურთი თორნიკეს სხილაძეზე და წაიქცა შემდეგ საბაშალიკაშვილი, მაგრამ არა ეს როგორც შესაბამის წესებს დარტყმა კარიდან. მაისურაძე ბურთით. ვრცელი გადაცემა არ გადის, არასუსტი არის ეს გადაცემა და ბურთით არჩება ელიგა. სხილაძე. შაკო მურუსიძე გრძელი გადაცემა, ესეც არასუსტია. მაისურაძე ბურთით დაუგდო აზიაშვილს, რაც წავს ლიბო გრუპის 8 ნომერი, კარგად თამაშობს დაცვაში. ჩიბერაია წამოვიდა შემდეგ სტრაფ კონტრიერის ლიგა, მაგრამ მაინც ბურთით რჩება სხილაძე, მურუსიძე და კარგი არის ამ მომენტში. კოსტა მაისურაძე. ემბათა ღელვა მოედანზე. მაშინ ეგ რაც სტრაფი კონტრიერისზე წამოვიდა ლიბო გრუპი და გააჩერა თამაში. თავარმა არბიტრმა ვინაიდან დაზიანება მიიღო იქ ელიგას ერთმა მოთამაშემ.
დაახლოებით 6-7 წუთი რჩება შეხვედრის დასრულებამდე. დაუგდო ბურთი. სადაო ლიბო გრუპს თავარმა არბიტრმა თაზიაშვილი ბურთიც თან ნახევარ აღაპრესის თამაშობს ელიგა მოგერიება. მოთხერიან მოიგერია ეს ბურთი. მაისურაძემ ზაქარიაძე პასი ბრეგვაძეზე დარტყმა და 1-0 ხდება ანგარიში. გაიხსნა როგორც იქნა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში და გატანი გოლის ავტორი არის გიორგი ბრეგვაძე. ძალიან კარგად ამოიტანა ბურთი. მაისურაძემ საჯარიმოდან შემდეგ ზაქარიაძე ძალიან კარგად გაერკვა სიტუაციაში და ასისტი მიითვალა. მას შემდეგ რაც გაიტანა გადაგზავნა ზუსტად ბურთი ელიგას კარში გიორგი ბრეგვაძემ 1-0 და ეხლა დამძიმდა საკმაოდ ელიგას სიტუაცია, ვინაიდან ისინი ამ მონაცემებით გადავლენ მეოთხე ადგილზე. შაკომურუსიძე მოიგერია ბურთი საჯარიმოდან მიიღო. საბა შალიკაშვილმა გაათამაშა ბურთი ირაკლი მურუსიძე დარტყმა და არაზუსტია ეს დარტყმული. მაისურაძე შეიყვანა ბურთი თამაში ჩაჭრა ეს გადაცემა მურუსიძე შემდეგ სხილაძეც რომ მოძრაობების შალიკაშვილი შეუძლია დარტყმა იგერიებს მაისურაძე კიდევ ერთი მსვლელობა და არაზუსტია. კარგი იყო ამ მომენტში კონსტანტინე მაისურაძე. როგორც ჩანს კუთხურზე, როგორც ჩანს დაცვიან გადააგდეს ბურთი. ლიბო გრუპის მოთამაშეება კუთხურს გაათამაშებს. ელიგა ბერაია შეუძლია დარტყმა კარის მმართველობით რიკოშეტი და კუთხური. ხალიკაშვილი შეიყვანს ბურთს თამაში კუთხურიდან. სხილაძე დარტყმა და იგერიებს ბურთს მაისურაძე და შემდეგ ძილს ხდება ბურთი. ძალიან კარგი მომენტი შექმნა ამ მომენტში ელიგა, მაგრამ ძალიან კარგი არის ლიბო გრუპის მეკარე. ელიგა ბურთი ჩაკომურუსიძე. საკუთარ ნახევარზე ელიგა სხილაძე ბურთით. მარცხენა ფლანგიდან სხილაძე მონის ცენტრში გაიჭედა გაცემის გაკეთებისას ჯუბა ფრუიძე მოიპარა ბურთი, შემდეგ ვერ შეიმაგრა ლიბო გრუპის 88 ნომერმა და კვლავ თორნიკე სხილაძე მარცხენა ფლანგიდან სრულმოძრაობა გადაცემა მურუსიძეზე ვერ მიიღო ბურთი ირაკლი მურუსიძემ, თუმცა აუტი მაინც მოიპოვა ლიბო გრუპმა. ბერაია შაკომურუსიძე მარცხენა ფლანგიდან დაუგდო ბურთი ბერაიას. დარტყმა კარის მიმართულებით ეღობება ამ დარტყმულს ლიბო გრუპის 4 ნომერი გიორგი ჟვანია. მოიგერია ბურთით კვლავ ელიგა შეიყვანეს ბურთის თამაში აუტიდან და ჩიბერაია ბურთით. ახალი გადაცემა თამაშობს ამ ბურთზე საბა შალიკაშვილი, მაგრამ ვერ შეიმაგრა ბურთი და მაისურაძე ბურთით. ლიბო გრუპი დაიწყებს თამაშს საჯარიმოდან ჟვანია გზელი გადაცემა. დაასრულო ბურთზე როგორც ჩანს მოახერხა არისკენ დარტყმა ფრუიძე, მაგრამ ფინალზე აპელირებენ თამაშები, მაგრამ არ არის როგორც ჩანს თამაშის დარღვევა. ამოიტანა ბურთი ელიგამ, ბურთით ურთაბრძოლა მოენის ცენტრში დატოვა როგორც ჩანს. შემდეგ მოენის ფარგლები ბურთმა, ბურთით რჩება ლიბო გრუპი. ახლობით 3-4 წუთი რჩება შეხვედრის დასრულებამდე ფრუიძე. თაზიაშვილი ბურთით. გადაცემა ზაქარიაძეზე, აქვს სივრცე ზაქარიაძეს, გადაცემა ფრუიძეზე, შემდეგ ნახოთ რა ისაა 88 ნომერი დარტყმა, არაზუსტია ეს დარტყმული. ჩქარობს უკვე ელიგა, ვინაიდან მათ ერთი გოლი მინიმუმ გასატანი აქვთ იმისთვის, რომ არ დამძიმდეს მათი მდგომარეობა ჯგუფში. შაკომურუსიძე ბურთით. იმაგრა ბურთი შაკომურუსიძემ, არ არის თამაშის წესების დარღვევა როგორც ჩანს. ფრუიძე ბრეგვაძე ბურთი დარტყმა კარის მიმართულებით არაზუსტია. კუთხურიდან შემოიტანენ ბურთს თამაში ლიბო გრუპის მოთამაშეები. ახალი გადაცემა ჟვანია საკუთარ ნახევარზე და უკან პასი მაისურაძეზე. დაცემა მოხდა იქ საბა შალიკაშვილს, მაგრამ აუტი. ბურთით არის კვლავ ლიბო გრუპი. ბრეგვაძე აიტანა ბურთი ზემოთ აქ და ითამაშოს ელიგას დარჩა ბურთი, გაატარეს ბურთი. ატარა ბურთი ვანოლო მოურმა, გაიჭედა შემდეგ
გადაცემის გაკეთებისას დაჭირდერაია და საბოლოოდ დატოვა მოედის ფერკლები ბურთმა დატოვა მისგან. აუტნან შეიყვანენ ბურთს თამაში. ლიბო გრუპის მოთამაშეები გადაცემა ფრუიძე დარტყმა ასხლეტა ბრეგვაძე დარტყმა და 2-0 ხდება ანგარიში. ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. გიორგი ბრეგვაძემ ამ მომენტში და გაიფორმა დუბლი. მიწაზე დაუშვებლა დარტყმა ბურთი ბრეგვაძემ და 2-0 ეს უკვე სოლიდური უპირატესობა და დასასრულს უახლოვდება უკვე თამაში და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ელიგა. ათამაშეს ბურთი დარტყმა კარის მმართველები ჯვანი ეღებება ამ დარტყმულს და ამხნევებს საკუთარ გუნდს. შაკო მურუსიძე ბურთით თორნიკე სხილაძეც მოძრაობა კარგი არის სხილაძეს მოძრაობა მურუსიძე სხილაძე დარტყმა და 2-1 ხდება ანგარიში ძალიან მალევე მოახერხა ერთი გოლის გატანა და გაქვითვა ელიგამ და დადეს ეგრევე ბურთი ცენტრში. ნახოთ ძალიან დაძაბული ბოლო წუთები გველოდება და ახლობით ალბათ 1-2 წუთი დარჩა შეხვედრის დასრულებამდე და სულება ხორციელდება ელიგას შემადგენლობაში. კაცრავად ლიბო გრუპის შემადგენლობაში 5 ნომერი შედის მოედანზე 8-0-ის ნაცვლად. ნახოთ ეხება თუ არა ეს დრო იმისთვის რომ მეორე გოლიც გაქვითოს ელიგამ და აღადგინოს წინასწარობა დღევანდელ შეხვედრაში. სხილაძე ბურთით დაარქვა თამაშის წესები ნიკა ზაქარიაძემ. სხილაძე გაათამაშებს ჯარიმიდან ბურთს. ჩიბერაია გზელი გადაცემა მიიღო შალიკაშვილმა მურუსიძე. უკან პასი შემდეგ სხილაძეზე და ჯარიმა კიდევ ერთხელ დაარქვა ნიკა ზაქარიაძემ თამაშის წესები სხილაძის წინააღმდეგ. დაიძაბა სიტუაცია და ნახოთ როგორ დამთავრდება ბოლო წუთები. ეს მოიფიქრებენ ელიგას მოთამაშეები გადაცემა დარტყმა იაკი მურუსიძე უტყავდა კარის მმართველებს მაგრამ გამოაქვთ მცველებს საჯარიმოდან ბურთი ბერაია ბურთით გადაცემა არასოდეს ეს გადაცემა ვანოლო მოური შემდეგ აიტანა ბურთი მოედის ნახევარზე კარგად თამაშობს ზაგჟვანია დაცვაში ნიკა ზაქარიაძე 1-1-ია მეკარესთან დარტყმა და 3-1 ხდება ანგარიში დასვა წერტილი ნიკა ზაქარიაძემ დღევანდელ შეხვედრაში და დასრულა კიდევაც შეხვედრა ძალიან ლამაზად იმოქმედა ამ მომენტში ნიკა ზაქარიაძემ ერთი შეხებით გადაუგდო ბურთი თავზე ელიგას მეკარეს და 3-1 ეს არის საფინალო შედეგი 3-1 იმარჯვა დღევანდელ შეხვედრაში ლიბო გრუპმა და შედეგით გადადის ლიბო გრუპის პირველ ადგილზე დარჩა იქ ამ ჯგუფში შეხვედრები ჩასატარებელი მაგრამ ეს გაინაღდა საგზური პლეიოფის ლიბო გრუპმა და ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ელიგა შეხვედრის MVP გახდება რა თქმა უნდა გიორგი ბრეგვაძე გატანილი დუბლით და მიულოცოთ ეს გამარჯვება ლიბო გრუპს უსურვოთ წარმატებები ელიგას ვინაიდან ძალიან სჭირდებათ მათ ნამდვილად წარმატებები ამ შეხვედრის შემდეგ მას ასე დაგემშვიდობეთ მეგობრებო და დაგებრუნდებით სხვა შეხვედრებით დროებით